გამარჯობა, მოგესალმებით. მე მაკაბრეგაძე გახლავართ, ქართული ტევის ჟურნალისტი, ეს კი ჩემი საავტორო გადაცემაა სტუმრად მაკაბრეგაძესთან, რომელიც ყოველ კვირას საღამოს 8 საათზე გადის. მოკლედ, ძალიან ბევრი დღესასწაული გქონდა და მე მინდა მოგილოცოთ ყველა დღესასწაული, რომელიც გახლდათ და გისურვოთ ბედნიერება, ჯანმრთელობა და რაც მთავარია, უფლისწყალობა. დღეს ჩემი გადაცემის სტუმარი გახლავთ, ჩემთვის ძალიან საყვარელი პიროვნება და ძალიან კარგი ადამიანი, რომელიც ყოველთვის სიმართლეს, ესე ვთქვათ, საუბრობს ჩვენთან ეთერში და ჩემი გადაცემის ხშირი სტუმარია. ჩემი სტუმარი გახლავთ უფლებადამცველი იურისტი ლაზარე ჯორბენაძე. მოგესალმებით, ძალიან დიდი მადლობა რომ მობრძანეთ ჩემთან გადაცემაში და დღეს ძალიან საინტერესო თემა გვაქვს. მოკლედ ეს არის ხელისუფლების ორგანოების მუშაობის სახალხო კონტროლი. აი ამის შექმნის შესახებ ვისაუბრებთ დღეს და გთხოვთ დავიწყოთ რასთან გვაქვს საქმე და რას ვაპირებთ. პირველ რიგში მოგესალმებით და დავლოცავ საქართველოს მოეთმადაგლოცოთ ვეთმა დალოცოს საქართველო და ქართველიერი და გააძლიეროს ამ მძიმე ჟამს. მართლაც ამ კვირაში უკვე დიდებული დღესასწაულები გქონდა ხარების მადლი, შეგეძიოთ დედაღვთისმშობლის მადლი, ხარების დღესასწაული გქონდა ლაზარეს შაბათი და ბრძობა, შეგეძიოთ ლაზარეს, აი ქრისტეს ყველაზე საყვარელი მეგობარი იყო ლაზარე, შეგეძიოთ ლაზარეს ლოცვა კურთხევა ეპისკოპოსი იყო და ეხლა უკვე იწყება მძიმე შვიდეული, ეს მძიმე შვიდეული არის უფლის ჯვარცმისთვის მომზადება და ამ მძიმე შვიდეულში ღმერთმა დაიფაროს და დალოცოს საქართველო, იმიტომ რომ ჩვენ მართლაც გვჭირდება უფლის ფარველობა და წყალობა, იმიტომ რომ ძალიან მძიმე მდგომარეობაში ვართ. რაც შეეხება იმას, თუ რას ნიშნავს ხელისუფლების ორგანოების მუშაობის სახალხო კონტროლი. ზოგადად როცა შეაფასებ შექმნილ საგარეო და საშინაო სიტუაციას დაინახავ, რომ გვაქვს ძალიან მძიმე მდგომარეობა მრავალი კუთხით გვაქვს ძალიან მძიმე მდგომარეობა და ალბათ ყველაზე უკეთესი იქნება ვთქვათ, რომ მე ვინმემრო ჩვენ არ აგვრიოს იმ LGBT საზოგადოებასთან და იმ ლიბერალურ საზოგადოებასთან რომ ვინმე არ აგვრიოს, მე მადლობა უნდა უთხრა ქართული ტივის და ქართული ტივის პატრონებს და მესვეურებს იმისთვის, რომ ყოველთვის ქართული ტივი არა მარტო თქვენ გადაცემაში, ყოველთვის ქართული ტივი აკეთებს ქართულ საქმეს, აკეთებს ქართულ იდენტობასთან შესაბამის საქმეს და აშუქებს სიმართლეს, რომელსაც სხვა LGBT ტელევიზიები და სამწუხაროდ სახელმწიფო ტელევიზია და სახელისუფლებო არხები არ აშუქებენ, იმიტომ რომ აქ როცა ღრმად დაფიქრდები რასთან გვაქვს საქმე, მიხვალ ერთ მარტივ და უცნაურ დასკვნამდე. ახლა მიმდინარეობს პარლამენტში საგამოძიებო კომისიის ამბები იცით და მიმდინარეობს მძიმე გამოკითხვები და მძიმე ფაქტებზე საუბრები და ამ მძიმე გამოკითხვებისა და მძიმე ფაქტებზე საუბრების მიხედვით ჩვენ მივედით იმ დასკვნამდე, რომ ხელისუფლება ნელ-ნელა მიდის იქითკენ, რომ ხელისუფლება სავარაუდოდ რამდენიმე თვეში დააყენებს საკითხს ნაცმოძრაობის და საკანონმდებლო ინიციატივაც არის ნაცმოძრაობის და მისი სატელიტი პარტიების პოლიტიკურად აკრძალვის შესახებ. რამდენადაც უნდა გასაკვირი იყოს, მე როგორც ქართული ოცნების დამფუძნებელი 2012 წელს და არათუ წევრი, არამედ დამფუძნებელი, რომელმაც ჩვენ კისერზე ბრძოლით ომით მოვიყვანეთ ქართული ოცნება, რამდენადაც უნდა გასაკვირი იყოს, ეს მომწონს, რა თქმა უნდა მომწონს. მე არაერთხელ მithქვამს, რომ მე არაცერთ შემთხვევაში ქვეყანა რომ დაიქცეს, არ დაუჭერ მხარს ნაციონალურ მოძრაობას, არ დაუჭერ ხაზარაძის მევახშეების ჯგუფს, არ დაუჭერ მხარს მოღალატეებს, არ დაუჭერ LGBT საზოგადოებას მხარს, მაგრამ ვიღაცამ უნდა თქვას სიმართლე, ანუ ქართულიან და მოყვარეს პირში უძრახეო, ვიღაცამ უნდა უთხრას ქართულ ოცნებას სიმართლე და ეს სიმართლე არის ძალიან მწარე და ძალიან საშიში. მწარე იმიტომ არის, რომ ქართულ ოცნებას ეს სიმართლე იცის თვითონ, მაგრამ არ აწყობს ამ სიმართლის თქმა და საშიში იმიტომ არის, რომ ის სიმართლე, რასაც ახლა მე გეტყვით საჯაროდ, ეს სიმართლე
ჩვენი ეროვნული გაქრობისკენ და ჩვენი ფიზიკური გადაშენებისკენ და საქართველოში ქართველი ერის უცხოელებით ჩანაცვლებისკენ არის მიმართული, რომელსაც ქართული ოცნება შეგნებულად, ამას მაღლავაცხადებ, შეგნებულად 2015 წლიდან უწყობს ხელს. პირველი 2 წელიწადი ქართული ოცნება იყო ამ მდგომარეობით, აი ამ კუთხით იყო ცოტა შეფერხებული, იმიტომ რომ მას ჰქონდა ხალხის შიში, ვინც მოიყვანა, რომ საჯაროდ რო განეცხადებინა 2013-2014 წლებში ქართულ ოცნებას, რომ ჩვენ ვაპირებთ ქართველებისგან დავცალოთ საქართველო და აქ ჩამოვასახლოთ უცხოელები და შევქმნათ მულტიეროვნული, მე ხას ვუსვამ, საქართველო ყოველთვის იყო მრავალეროვნული, მაგრამ მულტიეროვნული საზოგადოების შექმნას აპირებენ, რაც ქართველი ერის გენოციდის და დემოგრაფიული გაქრობის პირდაპირ საფრთხეა. მე ერთხელ ვახსენე თქვენ ტელევიზიაში ერთ-ერთ გადაცემაში, რომ ეს იყო სინგაპურიზაციის გეგმა, რომელიც მიშა სააკაშვილს დაუწერეს ამერიკის შეერთებულ შტატებში და დაუწერეს ევროპაში და მისცეს ხელში, რომ როგორ უნდა მომხდარიყო საქართველოს სინგაპურიზაცია. რას ნიშნავს სინგაპურიზაცია? სინგაპური არის მდიდარი ქვეყანა, ეკონომიკურად ძლიერი, ოღონდ სინგაპურელები სინგაპურში წარმოადგენენ მხოლოდ ეროვნული უმცირესობის 15%-ს. დანარჩენი 95% არის სხვა ეროვნების. საქართველოში მიმდინარეობს მულტიეროვნული საზოგადოების შექმნა ქართველი ერის გაქრობის ხარჯზე. და აქედან გამომდინარე, ჩვენ რო ვუყურებთ ქართული ოცნების საგამოძიებო კომისიის მუშაობას, მივედით იმ დასკვნამდე, რომ ქართული ოცნების ხელისუფლება და ის ძალა, ეგრეთ წოდებული ნაციონალური მოძრაობა, კოლექტიური ნაცმოძრაობა, რასაც ქართული ოცნება ეძახის კოლექტიური ნაცმოძრაობა, ეს ორივე მხარე სინამდვილეში არის დასავლური deep state-ის ორი სხვადასხვა ფლანგი. აი deep state-ს ერთ-ერთმა ქართველმა პუბლიცისტმა დაარქვა ფარული დასი, მე უფრო შესაბამისი სახელი მოუძებნე, ეს არის ღრმა სახელმწიფო, რომელიც არის კორუმპირებული. ანუ deep state არის ღრმა სახელმწიფო, რომელიც არის კორუმპირებული. ანუ ჩვენ მივიღეთ ასეთი მოცემულობა. გვაქვს ქართული ოცნება ხელისუფლებაში, რომელიც 12 წელიწადი არის ხელისუფლებაში და გვაქვს ოპოზიცია კოლექტიური ნაცმოძრაობის სახით, რომელიც პოლიტიკურ გასამართლებასაც ცდილობს ქართული ოცნება. ეს კარგია, რომ ქართული ოცნება გაასამართლებს ნაცმოძრაობას თვითონ როგორც სუბიექტს და გაასამართლებს ნაცმოძრაობის სატელიტ პარტიებს. ეს კარგია. კარგია იმ თვალსაზრისით, რომ ეს ფაქტი, ეს იურიდიული შემადგენლობა თუ დადგა სადღაც ივლის-აგვისტოში, გამოთავისუფლებულ ადგილზე შესაძლებელია ჩვენ ქართველმა ერმა, ზუსტად იმიტომ ვარ დღეს თქვენ გადაცემაში, რომ მივართო ქართველ ხალხს, რომ ქართველმა ერმა უნდა შეძლოს, რომ ამ ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებზე როგორღაც მოახდინოს კონსოლიდაცია, შეიკრიბოს სხვადასხვა ჯგუფებად პოლიტიკური ჯგუფების შექმნას და ჩაანაცვლოს ნაციონალური მოძრაობისა და კოლექტიური ნაციონალური მოძრაობის ის პარტიები, რომელსაც ქართული ოცნება ალბათ გააუქმებს და კარგი იქნება რომ გააუქმებს. თუმცა უნდა აღნიშნოთ, რომ ამას ქართული ოცნება ქართველი ხალხის და ქართველი ერის სასიკეთოდ არ აკეთებს. ამას აკეთებს პოლიტიკური შიშის გამო. ანუ რეალურად დავაკვირდეთ რა ხდებოდა ქართული ოცნების ხელისუფლებაში მოსვლიდან 9 თვეში. ზუსტად 2012 წლის დეკემბრიდან 9 თვეში, ივლისში, 2013 წლის ივლისში პირდაპირ გაურიგდა ნაცმოძრაობის დამნაშავე ჯგუფს და ამას დაარქვა კოჰაბიტაცია. ეხლა საჯაროდ გვეუბნებიან ტელევიზიით, თქვათ პრემიერ-მინისტრი დღევანდელი, წინაც ყოფილიც ბატონი ბიძინა ივანიშვილი საჯაროდ გვეუბნება ინტერვიუებში, პარლამენტის თავმჯდომარე დღევანდელი საჯაროდ გვეუბნება, რომ თურმე ისინი იყვნენ დასავლური deep state-ის და დასავლური ძალების ზეწოლის ქვეშ და სხვანაირად ვერ იქცეოდნენ. ახლა შევხედოთ რა მოიტანა იმ deep state-ის ზეწოლამ. ესე იგი, ქართული ოცნება გაურიგდა ყველაზე
ყველაზე მეტად დამნაშავე ძალას, ნაცმოძრაობა არ იყო მარტო პარტია, ნაცმოძრაობა იყო მთლიანად პროკურატურა, ნაცმოძრაობა იყო მთლიანად სასამართლო, ნაცმოძრაობა იყო მთლიანად პოლიცია და ქართული ოცნება გაურიგდა ყველაზე საზღვისგარ ნაწილს, ყველაზე საშინელ ნაწილს, რომელმაც განახორციელა ნულოვანი ტოლერანტობა, ანუ 300,000 კაცის ციხეში ფიზიკურად ჩაყრა, ცემა, წამება და უბედურება ამ ჯგუფმა განახორციელა, პროკურატურამ და სასამართლომ და პოლიციამ ამ ჯგუფებმა განახორციელეს. ქართული ოცნება მთლიანად გაურიგდა სადამსჯელო ჯგუფს, იმიტომ რომ 2007 წელს ვინც ცემდა საპროტესტო აქციებზე ხალხს, იმ ხალხს გაურიგდა, 2008 წელს ვინც ცემდა იმ ხალხს გაურიგდა, 2011 წლის 26 მაისს ვინც ცემდა იმ ხალხს გაურიგდა და ისინი ახლა ქართული ოცნების სახელით არბევენ მიტინგებს. აგერ სულ რამდენიმე დღის უკან საჯაროდ ტელევიზიით ცნობილი ფაქტია, ეგ არ არის გასაკვირი. ესე იგი, გაგიკვირდებათ ალბათ და გეტყვით, რომ როდესაც ამერიკის შეერთებულმა შტატებმა დაასანქცირა მოქმედი 3 და 1 ყოფილი მოსამართლე ვალერი ცეცვაძე, ლევან მურუსიძე, მიხეილ ჩინჩალაძე და შენგელია დაასანქცირა, ის დასანქცირება მოხდა ჩემ მიერ ამერიკის შეერთებულ შტატებში გაგზავნილი წერილებისა და ამერიკის მაშინდელი ელჩისთვის გაგზავნილი დოკუმენტალური მასალების გამო. გასკდით გულზე, მე მოვახერხე თქვენი დასანქცირება, იმიტომ რომ სხვა გამოსავალი არ იყო. ევროკავშირში რომ დასანქცირდნენ ეს მოსამართლეები, ეს დასანქცირებაც მოხდა ჩემ მიერ გაგზავნილი დოკუმენტების საფუძველზე და დიდ ბრიტანეთში ახლა დაასანქცირეს მიხეილ ჩინჩალაძე და ლევან მურუსიძე გაუყინეს ანგარიშები და დაუყადაღეს ქონები. და გამოხდა უცებ, სულ რაღაც 2 დღეში ამ დასანქცირებიდან, სულ რაღაც 2 დღეში მე საჯაროდ ვაცხადებ, რომ მე რა თქმა უნდა არ მომწონს, რომ ევროპის ქვეყნები და ამერიკა ასანქცირებენ ჩვენ მოსამართლეებს. ჩვენ უნდა შეგვეძლოს ქართველ ხალხს მათი დარჩა. ანუ ჩვენ უნდა შეგვეძლოს მათი დარჩა, იმიტომ რომ ქართველ ხალხს დაუშავეს იმათ, რაც დაუშავეს. თუმცა, რომ დასანქცირდნენ, სულ რაღაც 2 დღეში მოქმედი პრემიერ-მინისტრი შეხვდა სასამართლო კორპუსის კლანს, თლიანი კლანი იჯდა პრემიერ-მინისტრის გვერდით და სასამართლო კორპუსის კლანს მოქმედი პრემიერ-მინისტრი დაჰპირდა. შოთაშორის მე დიდი პატივს ვცემ ბატონ ირაკლი ღარიბაშვილს, როგორც ღირსეულ ადამიანს. იგივე გააკეთა რამდენიმე წლის წინ, როცა დასანქცირდა 2 წლის წინ, როცა დასანქცირდა ეს 4 მოსამართლე, იგივე გააკეთა ირაკლი ღარიბაშვილმა. მაშინაც ირაკლი ღარიბაშვილი შეხვდა, ახლა ირაკლი გობახიძე შეხვდა და უყურეთ რა დაჰპირდა. თუ თქვენო ამ დასანქცირებითო და ამ ყადაღის დადებით და ანგარიშების გაყინვითო მოგადგებათ ზიანიო, ჩვენო, ანუ ბიუჯეტი, ჩვენ ავანაზღაურებთ ამ ზიანს. ესე იგი, რა გამოვიდა? მიხეილ ჩინჩალაძე, რომელიც ემსახურებოდა ნაცმოძრაობას, ლევან მურუსიძე, რომელიც ემსახურებოდა ნაცმოძრაობას და სხვა ნაცმოძრაობისა და ადეიშვილის შნირები, რომ დაასანქცირა დიდმა ბრიტანეთმა და ჩინჩალაძეს სახლი დაუყადაღეს ლონდონში. თურმე იმ სახლის ღირებულება მინიმუმ 3 მილიონი გინვაკა სტერლინგი თუ იზარალა ჩინჩალაძემ, თურმე ჩვენი ფულიდან უნდა გადაუხადოთ. ეს კატასტროფაა. ეს არის კატასტროფა. და ეხლა მოვყვებით ძირითად მიზეზებს, აი რაც ამ კუთხით კიდევ რის გამო არის საჭირო, რომ შეიქმნას ხელისუფლების ორგანოების მუშაობის სახალხო კონტროლი. და რატომ არის საჭირო სახალხო კონტროლი? ჩვენი კონსტიტუცია ამბობს, რომ არის ხელისუფლების წყარო. კონსტიტუციაში წერია, რომ საქართველოს ხელისუფლების წყარო არის ხალხი. ანუ ჩვენ არჩევნების გზით ქმნით ხელისუფლებას. და ვინაიდან ხელისუფლების წყარო ხალხია, ხალხს აქვს უფლება, რომ კანონიერი მეთოდებით აკონტროლოს ხელისუფლება. და ხელისუფლება როგორ უნდა გაკონტროლდეს კანონიერი მეთოდებით? ჩვენ უნდა შევძლოთ, მე შევგლიბე ჩემი მეგობრების იურისტების ჯგუფი, საკმაოდ დიდი ჯგუფი, მეცნიერები, სწავლული იურისტები, გამოცდილი ადვოკატები, სადღაც 30 კაციანი ჯგუფი იხრის თავს, რომლის მთავარი მოვალეობა იქნება, რომ დაიწყოს ხელისუფლების ორგანოების მუშაობის კონტროლი.
ხელისუფლების ორგანოების მუშაობის კონტროლი მდებარეობს იმაში, რომ ჩვენ უნდა გავაკონტროლოთ 2012 წლის აქეთ ჯერჯერობით და მე მანამდესაც გამოვიკლოთ 2012 წლის აქეთ ქართული ოცნების ხელისუფლებაში მოსვლიდან ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირებმა რა გზით გახდნენ მილიონერები. აი დავასახელებ ახლა კონკრეტულ ფაქტებს. ქართული ოცნების ხელისუფლების ყველა პრემიერ-მინისტრი ვინც იყო წინა უმეტესობა ქართული ოცნების წინააღმდეგარი გარდა ირაკლი ღარიბაშვილისა. დიახ. ყველა მათგანი მილიონერი. ქართული ოცნების ყველა ყოფილი მინისტრი, ვინც 2012 წლის აქეთ იყო ხელისუფლებაში, ყველა მათგანი მილიონერი. თან ესენი უბრალო მილიონერები კი არ არიან. ესენი არიან მილიონერები, რომელსაც დაახლოებით 5 მილიონზე მეტი ქონება აქვთ დაგროვებული. ესე იგი რა გამოვიდა, რომ თუ ყველა პრემიერ-მინისტრი მილიონერია, თუ ყველა მინისტრი მილიონერია, თუ ყველა მოსამართლეების უმრავლესობა კლანის წევრები ვინც არის მილიონერია. აი ჩინჩალაძის ქონება მოგახსენეთ, რომ ლონდონში სახლი აქვს 3 მილიონი გირვაკას სტერლინგის ღირს და არა მარტო მაგ ქონებას ფლობს. ნიუ-იორკში სახლი აქვს. ჩერცვაძეს აქვს გერმანიაში სახლი, ლევან მურუსიძეს გერმანიაში სახლი აქვს და ეს ქონებები პატიოსანი გზით შეუძლებელია იყოს შეძენილი. მაგრამ უყურეთ რა მოხდა სულ რაღაც 1 წლის წინ, რომელსაც არავინ არ მიაღწია ყურადღება და ჩვენ ამ საკითხზე ვაპირებთ მუშაობას, მოგეხსენებათ, რომ სასამართლოს კორპუსი, როგორც ყველა საჯარო მოხელე, სასამართლოს ავსებს დეკლარაციებს, ქონებრივ დეკლარაციებს. შარშან სასამართლოს მოხელეების მიერ წარდგენილი დეკლარაციების შესწავლა ვერ შეძლო აი ანტიკორუფციულმა ბიურომ. რატომ? ვერ შეძლო. მიზეზი მარტივია. ბატონმა მიხეილ ჩინჩალაძემ და ბატონმა ლევან მურუსიძემ მიმართეს საქალაქო სასამართლოს სარჩელით, წარმოიდგინეთ რა მოხდა. სახელმწიფო ორგანო, რომელსაც ევალება დეკლარაციების კონტროლი, არის ანტიკორუფციული ბიურო. სახელმწიფო ორგანომ დაიწყო შესწავლა მოსამართლეების დეკლარაციების. და ამ ორმა ადამიანმა მიხეილ ჩინჩალაძემ და ლევან მურუსიძემ მიმართეს საქალაქო სასამართლოს სარჩელით, რომ ჩვენო არ გვაქვსო სურვილი, რომ ჩვენი დეკლარაციები შემოწმდესო, იმიტომ რომ ეს შეურაცხყოფას გვაყენებსო. და რა თქმა უნდა, მურუსიძის ხელქვეითი შნირები საქალაქო სასამართლოში დაკრეს ჩაქუჩი და დაეთანხმნენ მურუსიძეს და იმის რა ქვია ანტიკორუფციულ ბიუროს დაევალა, რომ არ შეემოწმებინა მიხეილ ჩინჩალაძისა და ლევან მურუსიძის დეკლარაციები. ანუ ჩვენ რა მივიღეთ? ჩვენ მივიღეთ, რომ სასამართლოს ბოსები, ანუ სასამართლოს კლანი იყენებს ბოროტად თავის უფლებამოსილებას და უკრძალავს სახელმწიფო ორგანოა ანტიკორუფციული ბიურო სახელმწიფოს მიერ და რამდენად აქვს ამის უფლება? ახლა სასამართლომ გამოიტანა გადაწყვეტილება შარშან. ანუ საქალაქო სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ანტიკორუფციული ბიუროს უთხრა უარი, რომ არ შეამოწმო მურუსიძისა და ჩინჩალაძის ქონებებიო. ანუ რეალურად ამის ალბათობა ყოველწლიურად შეიძლება განმეორდეს. ანუ ყოველწლიურად შეიძლება მივიღოთ, რომ ამ ხალხმა იგრძნოს თავის შეურაცხყოფილად, რომ ვიღაცა დაინტერესდა მათი ქონებების წარმომავლობით. ანუ თავის თავზე მორგებული. ხო, ანუ რეალურად ეს კანონები აქვთ, თქვენ ამას ამბობთ, ხო? რომელიც ამას იყენებს თავის სასარგებლოდ. ესე იგი, მინისტრებისა გითხარით, პრემიერ-მინისტრებისა გითხარით, სასამართლოს მდგომარეობა გითხარით, პროკურატურაში ეხლა გასაკვირი მდგომარეობა არის პროკურატურაში, გაგიკვირდებათ, რასაც გეტყვით და საზოგადოებასაც გაუკვირდება. პარლამენტის იმ კომისიაზე, სადაც დანაშაულების შემსავლელი კომისია არის შექმნილი და სხვათა შორის ქართული ოცნების სასარგებლოდ უნდა ვთქვა, რომ ძალიან დიდებულად იწვება. მე არ გამოვდგები თეატრულუკიანის მადიდებლად, თეატრულუკიანს თავისი ცოდვებით ეყოფა, ერთმა შეუნდოს, მე არ გამოვდგები თეატრულუკიანის მადიდებლად, მაგრამ თეატრულუკიანი დიდებულად უძღვება ამ კომისიას და მართლაც პროკურორის სიმკაცრით იკვლევს ყველა საკითხს. კარგია, მივესალმები, მაგრამ ეს საკითხი დაგვიანებულია. სამართლებრივად არის ასმოკლებული, იმიტომ რომ გასულია 12 წელიწადი, სამართლებრივი დევნის ხანდაზმულობის ვადა გასულია, ეს არის მხოლოდ პოლიტიკური ნაბიჯი, მაგრამ ახლა ამ პოლიტიკურ ნაბიჯზე ხო ვილაპარაკეთ,
ახლა ვილაპარაკოთ ცოტა სხვა მხრივ სამართლებრივი ანუ როგორც ხალხს აჩვენებენ ამას, ხო ეს არის პიარსლა, მეტი არ არის. რომ პიარ. აკრძალონ ნაციონალური მოძრაობა და სატელიტური პარტიები ნაცმოძრაობის. მაგრამ მეორე უარესობა მივიღეთ. მაგალითად, გამოიკითხნენ ადამიანები გიორგი ზერეკიძის საქმეს. ერთი 14 წლის ბიჭი ნაცმოძრაობის ბინძურმა სისხლიანმა რეჟიმმა 14 წლის ბიჭი დაიჭირა და 10 წლით გაუშვა ციხეში. მიზეზი? ის ბიჭი იყო დამნაშავე. თვითონაც ამბობს, რომ იყო დამნაშავე, იმიტომ რომ ერთ-ერთი შელაპარაკების დროს შემთხვევით დასჭრა ვიღაცა. არ იყო დამნაშავე, ვერ ვიტყვით. იყო ის ბიჭი დამნაშავე, მანაც აღიარა, რომ არ უნდა გაეკეთებინა, მაგრამ 14 წლის ბიჭის 10 წლის ციხეში გაშვება და შემდეგ მიმდინარე პროცესები, რამაც გამოიწვია მისი მშობლების ჯერ წარმოიდგინეთ, რომ დაარწმუნეს, რომ სტრასბურგიდან გამოეტანა საჩივარი, მამა და დედა გაგზავნეს ევროპაში და დაარწმუნა ვინ? კალმახელიძის მოადგილე, რომ ჩადითო სტრასბურგშიო საჩივარი გამოიტანეთო და თქვენ შვილს გავათავისუფლებთო. აეროპორტში ჩამოსულები ჩამოფრენისას იმის ზერეკიძის დედის ჩანთაში პოულობენ დიდი რაოდენობით ნარკოტიკს, გამორიცხულია ზერეკიძის მშობლებს, რომ ნარკოტიკი ჩამოეტანათ, ჩაუდეს და მამამ თავზე აიღო და გაუშვეს სამუდამო პატიმრობით ციხეში. სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს და 2 წლის მერე ციხეში ტუალეტში გარდაცვლილი იპოვეს მამა. ანუ გაგუდეს. ეხლა ვსვამ კითხვას. იძიებს საპარლამენტო კომისია ზერეკიძის საქმეს. ზერეკიძე ვინც დააკავა, ის პროკურორი გენერალურ პროკურატურაში განყოფილების პროკურორია. ბრალი ვინც წაუყენა. მოსამართლეები ვინც ზერეკიძეს სასჯელი შეუფარდა. ლია ორკოდაშვილი იყო ზაზა მეიშვილის დეიდა და ლია ორკოდაშვილმა მაია ივანიძემ და მზია ლომთათიძემ შეუფარდეს პირველ ინსტანციაში განაჩენი გამოიტანა მოსამართლე ზამბახიძემ. ზამბახიძე სააპელაციოს მოსამართლეა. ლია ორკოდაშვილი პენსიაზეა, მაია ივანიძე უნივერსიტეტში ლექციებს კითხულობს და მზია ლომთათიძე მოსამართლეა აპელაციაში. ესე იგი, თქვენ თუ სამართლიანობის აღდგენისთვის ზრუნავთ, ლია ორკოდაშვილი, მაია ივანიძე, მზია ლომთათიძე და ქარბატონი ზამბახიძე უნდა გაუშვათ ციხეში, იმიტომ რომ უკანონო განაჩენის გამოტანა არ აქვს. თუ ამას იზამთ და იმ პროკურორებსაც დააკავებთ, ვინც ეს გააკეთა, იმ პროკურორებსაც დააკავებთ, ვინც ზერეკიძის მამა გაასამართლა, იმ პოლიციელებსაც დააკავებთ, ვინც ზერეკიძის მშობლებს ნარკოტიკი ჩაუდო, მაშინ დავიჯერებთ, რომ სამართლიანობის აღდგენაზე ზრუნავთ. სხვა შემთხვევაში ვიტყვი, რომ პიარისთვის აკეთებთ ამას და მხოლოდ ერთადერთი მიზანი აქვს ქართულ ოცნებას. ანუ ჩვენ გვაქვს ორ სხვადასხვა ფლანგზე გადანაწილებული deep state-ი, ანუ სახელმწიფო ფლანგი არის deep state-ი თვითონ და რატო არის deep state-ი მარტივად შეიძლება აღვთათ? ანუ deep state-ი არის გლობალისტური ძალების მმართველობა საქართველოში. ბატონი ირაკლი კობახიძე იყო ამერიკული ფონდებისა და სოროსის ფონდის თანამშრომელი. 12 წელიწადი, 3 წელიწადი ამერიკის ფონდებში მუშაობდა, 9 წელიწადი სოროსის ფონდში. ბატონი პარლამენტის თავმჯდომარე პაპუაშვილი. 6 წელიწადი იყო გერმანული საინვესტიციო ფონდის მაღალი თანამდებობის პირი. თუ ამბობთ, რომ ეს ფონდები იყო deep state-ის ნაწილი და ეს ხალხი იყო აგენტურა, ამ ლოგიკით, მე ლოგიკას მივყვები მეტი არაფერს, ამ ლოგიკით კობახიძეს აგენტი გამოდის, პარლამენტის თავმჯდომარეც აგენტი გამოდის. ყველა ის პირი, ვინც საზღვარგარეთიდან ფინანსდება ხელისუფლებაში, აგენტი გამოდის. ეს ერთი მხარე. მეორე მხარე, ოპოზიციაში, ვინც საზღვარგარეთიდან ფინანსდებოდა, ახლა ვინც ფინანსდება, მთელი არასამთავრობო ორგანიზაციები, მთელი პარტიები ოპოზიციის, ნაცმოძრაობა და მთელი ყველა ესეც აგენტურა გამოდის. ანუ რა მივიღეთ? მივიღეთ ერთ მხარეს ერთი მხარე აგენტურა, მეორე მხარეს მეორე მხარე აგენტურა და ესენი იბრძვიან მხოლოდ ერთი რამისთვის. მიზანი არის მხოლოდ ის, რომ აი უყურეთ ტრამპი რომ მოვიდა ხელისუფლებაში, ქართული ოცნება გამოცოცხლდა და თქვა, რომ ახლა ტრამპი დაამარცხებს deep state-ს. აღმოჩნდა, რომ ტრამპი deep state-ის დამარცხებას კი არ ცდილობს. ტრამპი აპირებს ეს ამერიკული სტრუქტურები თავის ყაიდაზე მოაწყოს,
რომ მის ხელისუფლებას ემორჩილებოდეს, თორემ სინამდვილეში ტრამპმა deep state-ი ვერ დაამარცხა. და რატო? რეალურად ტრამპმა გადადგა ისეთი ეკონომიკური ნაბიჯი, რომ ამას იარაღით ომიჯობდა. ანუ სატარიფო, ანუ გადასახადების ტარიფების ზრდა. ანუ ეკონომიკური ომი გამოუცხადა ტრამპმა დანარჩენ მსოფლიოს. რა მივიღეთ ჩვენ? ეს თუ არ არის იმ deep state-ის დავალება, ტრამპი გაგიჟდა, აბა რომ ეკონომიკური ომი გამოუცხადა მთელ მსოფლიოს? ესე იგი გამოდის, რომ ტრამპიც ემორჩილება რაღაც ნაწილში deep state-ს. დიდი კლანია ესე გამოდის, რომელსაც ჯერჯერობით ვერ მკლავდებით. თამაშობს და საამისოდ უყურეთ რა მდგომარეობაში აღმოჩნდით ჩვენ რა მდგომარეობაში აღმოჩნდით. ქართული ოცნება გარდა იმისა, რომ პირდაპირ საჯაროდ ყიდის ქართულ მიწებს, რაც ამას წინა გადაცემაში გქონდა. გაიცა ჩინეთში და ჩინეთის სახელმწიფო ბანკთან დადო თავისუფალი ეკონომიკური ბრუნვის ხელშეკრულება, რაც ნიშნავს იმას, რომ ჩინეთის სახელმწიფო ბანკი 100 ტრილიონიანი, ურეთ ხაზმუშვებ, 100 ტრილიონიანი კაპიტალის მქონე ბანკი შემოუშვა ქართულ ეკონომიკაში. ეს ნიშნავს ეკონომიკურ დასასრულს და რატო? ეს არის ისეთი ეკონომიკური დასასრული, რომელსაც ვეღარ გააჩენ. 100 ტრილიონიდან სულ 1 ტრილიონი რო წამოვიდეს, 2 და 3 კი არა, 1. დავთავრდა ქართული ეკონომიკა. ვეღარაფერი ვეღარ იქნება. და ბოლოს ერთი საშინელი ინფორმაცია უნდა გაგაცნოთ, რისთვისაც აუცილებელია ხალხის კონსოლიდაცია. აი მაგალითად, აქ მოსვლამდე გამოვიარე სტატისტიკის სახელმწიფო დეპარტამენტში, რომელიც აქვე არის თქვენ ტელევიზიასთან ახლოს და წამოვიღე ოფიციალური ინფორმაცია საჭიანურებენ, ორი თვეა გამოთხოვილი მაქვს, მაგრამ არაოფიციალური, ასე რომ ვთქვათ, ჩუმად ნათქვამი ინფორმაციები წამოვიღე 2023 წელს საქართველოდან გავიდა 163,480 ადამიანი. დაბრუნდა 91,896. დანაკლისმა შეადგინა 71,584 კაცი. ეს 2023 წელს. 2024 წელს საქართველოდან გავიდა 252,567 კაცი. დაბრუნდა 140,469. დანაკლისმა შეადგინა 170,000 კაცი. და საერთო ჯამში ამ ორი წლის ჯამმა შეადგინა 259,000 კაცი. 250,000 კაცი. 2 წელიწადში საქართველოდან გავიდა და აღარ დაბრუნებულა 250,000 კაცი. აქედან 80% ხო ქართველია. ესე იგი გამოდის, რომ საქართველო იცლება და ეს მახსენებს მე ერთ ძალიან უცნაურ ფაქტს ისტორია ვინც იცის საქართველოში, იმის გასაგონად ვიტყვი. როდესაც იმ აძაღლებულმა შაჰ-აბასმა კახეთი აოხრა და კახეთიდან 400,000 კაცი გადაასახლა ირანში, ფერეიდანში. მერე რამდენიმე წლის მერე ქართველი თავადები შეიკრიბდნენ და მიიღეს ძალიან საშინელი გადაწყვეტილება. ქართველ თავადებს სჭირდებოდათ მუშახელი, რომ მიწაწყალი დაემუშავებინათ და ქართველმა თავადებმა ანისიდან, ანუ სომხეთის ტერიტორიიდან ჩამოასახლეს ჩვენი მოძმეერი სომხები და დაასახლეს კახეთისა და ქართლის ცარიელ მიწებში. ასე რომ, აი მაგალითებს მოვიყვან, კახეთის ზოგიერთ სოფლებში ეხლა უკვე გაქართველებული, ასიმილირებული სომხები არიან ქვეყანა, მე სომხებთან რანაირი პრეტენზია არ მაქვს, მაგალითად ქართლში არის სოფლები, რომელსაც პირდაპირ ეთყობა, რომ ასიმილირებული სომხები არიან ჩამოსახლებული. მაგალითად არის სოფელი ესეთი აზატი. ეზატი არის აზატი, რაც ნიშნავს მართლმადიდებულ სარწმუნოებაზე მოქცეულ გრიგორიანელს. და ასეთ შემდეგ. ანუ პრაქტიკულად ჩვენ მივიღეთ საშინელი მდგომარეობა ქვეყნის შიგნით, დაცლილი საქართველო და მომავალში ეკონომიკური კატასტროფისა და ეკონომიკური კატასტროფისა და დემოგრაფიული ფიზიკური გაქრობის საფრთხე. და ამის ერთადერთი მიზეზი არის, რომ ხელისუფლების ორგანოები არ მუშაობს შესაბამისად და მუშაობს მხოლოდ ერთი რამისთვის, შეინარჩუნოს ხელისუფლება ნებისმიერ ფასად.
ნებისმიერ ფაქტს. ჩვენ ცოტა დრო დაგვრჩა უკვე და ამიტომ მე მადლობა მინდა გადაგიხადოთ აი ესეთ საინტერესო საუბრისთვის და ესე ვთქვათ იმ სტატისტიკისთვის რაც გააცანით ჩვენს მაყურებელს მით უმეტეს რომ ეს საგანგაშო მდგომარეობაა შემიძლია ვთქვა მაგრამ რა ვიცი მაინც იმედი მაქვს სოფლის რომ ერთი თქო უნდა მექნება ტელემაყურებელთან რომ ჩემი მეგობრების ჯგუფი რომელიც დაახლოებით 30 იურისტის შედგება ამ დაახლოებით ერთ თვეში თვენახევარში უკვე შეიმუშავებს სტრატეგიას და სადღაც მაისის დასაწყისისთვის ყველასთვის ცნობილი იქნება სტრატეგიულად რის გაკეთებას ვაპირებთ და როგორ ვაპირებთ ამის გაკეთებას. ამიტომ მოგვართავთ მოსახლეობას, ვინც ამ გადაცემას უყურებთ, რომ თქვენ შეგიძლიათ საჯაროდ დაგვიკავშირდეთ ჩვენ, მობრძანდეთ თქვენთან, მე ლაზარე ჯორბენაძე ვარ, ყველა მიცნობს, ვინც ხედავს, რომ მე ვიბრძვი ქვეყნის გადარჩენისთვის, პირადად შეგიძლიათ მომმართოთ და მომიტანოთ ინფორმაციები თქვენს რაიონში, თქვენს სოფელში, თქვენს ქალაქში კორუმპირებული ჩინოვნიკებისა და მათი ქონებების შესახებ. ჩვენ აუცილებლად გამოვიკლებთ ამ ფაქტებს, იმიტომ რომ თუ ჩვენ არ ვივარგეთ, გავხილებთ რომ ქვეყანა აღარ გვექნება. ფიზიკურად აღარ გვექნება. ნამდვილად გეთანხმებით, არ შემიძლია არ დაგეთანხმოთ, იმიტომ რომ ნამდვილად საგანგაშო მდგომარეობა გვაქვს ამ ეტაპზე და საუკეთესო მომავლის სურვილით მინდა დაგემშვიდობოთ. და მე მინდა ჩვენს მაყურებელს კვლავ შევახსენოთ, როგორ უნდა ნახოს ჩვენი გადაცემები. მაგთიზე ნომრით 46, სილქნეცზე ნომრით 259, ვართ ასევე ახალ ქსელებზე ნომრით 292, გვაქვს სოციალური გვერდები, ეს არის YouTube და Facebook გვერდები, სადაც ჩვენი საავტორო გადაცემები იტვირთება და რა თქმა უნდა 24 საათიან მაუწყებლობაზე ვართ და ყველაზე მთავარი არის ის რომ ვართ სატელიტზე, სადაც ყველა ქვეყანასა თუ ქალაქში გვიყურებენ. ამიტომ ვემშვიდობები დღეს ჩვენს მაყურებელს, ძალიან დიდი მადლობა მობრძანებისათვის და მე მინდა წარმატებები გისურვოთ თქვენ აი ამ კეთილ საქმეში, რასაც ქვია ხელისუფლების ორგანოების მუშაობის სახალხო კონტროლი, ნამდვილად საჭიროა ეს რომ იყოს ქვეყანაში და მოგიწოდებთ ყველას, ვინც დაუშვათ რაიმე ფაქტს წააწყდებით უსამართლობისას, შეგიძლიათ მოგმართოთ და აუცილებლად დაუკავშირდეთ ბატონ ლაზარე ჯორბენაძეს. წარმატებები და იმედი მაქვს რომ ჩვენ აქტიურად და საქმიანად ვითანამშრომლებთ, იმიტომ რომ ეს ქვეყანა ჩვენგან ითხოვს შველას, თუ ჩვენ არ ვივარგებთ ახლა, ერთი 10 წლის შემდეგ ჩვენ შრომას აზრი აღარ იქნება. დიახ. ახლა უნდა ვივარგოთ. დიახ. ძალიან დიდი მადლობა. კარგად ზანდებოდეთ დროებით.